კვლავ ელისო კილაძე, უფრო სწორედ კიკულაძე, კვლავ მისი ბინძური ხლართები და თავადვე გახლართული თავისავე სიბინძურეში. მოკლედ, გუშინ მოვისმინე ელისო კილაძის ლაივი, თუმცა სანამ გუშინდელ ლაივზე გადავიდოდე და განვიხილავდე, მანამ მინდა ოდნავ შორიდან დავიწყო, რომელიც ყველას ძალიან კარგად გახსოვთ. ელისო კილაძემ თავის ეგრეთ წოდებულ გადაცემაში მოიწვია ვინმე ქუჩის შმარა ლიკუნა ტაბატაძე, რომელსაც დავალება ჰქონდა გაეშავებინა და ბრალი დაედო ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატისთვის გენდერული ნიშნით ძალადობაზე, მაგრამ რა თქმა უნდა ელისო კილაძეს ეს არ გამოუვიდა, რადგან ხალხი ბრძენია და ამაში ყველა დამეთანხმებით და სწორედ ხალხმა ამხილა ელისო კილაძე და პირდაპირ აჯახა მას, რომ მან ეს შმარა სწორედ იმისთვის მოიწვია, რომ ლევან ჯანგველაძის საქმისთვის ჩამოეშორებინათ ტარიელ კაკაბაძე, თუმცა რა თქმა უნდა არ გამოუვიდათ. ეს დაკვეთა ვერ განახორციელა ელისო კილაძემ და ხალხმა რომ დასდო მას ბრალი იმისათვის, რომ ტარიელ კაკაბაძე, რომელმაც ლევან ჯანგველაძის საქმე გამოძიება ფინალამდე მიიყვანა და გამოიკვეთა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის დამკვეთების ვინაობები, რომელთაც ელისო კიკულაძე ღვთებგაშლილი ეფარება და მათ გამართლებაში ყია უშრება, სწორედ ელისო კილაძემ ამ არარუსულ კანონს ქალბატონმა დაიწყო დაცვა ოთარ ფარცხალაძის, რომელიც არის კრემლის აგენტი და ბარიგა და ასევე მისი მეგობრების, რომლებიც ასევე არიან ფარცხალაძის მეგობრები, ძმები მიქაძეები. რა თქმა უნდა, ახლა ელისო კილაძე ამას რომ უანგაროდ არ აკეთებს, ეგეც ფაქტია. ელისო კიკულაძე რისი კიკულაძეა, ფული არ აიღოს სიბინძურეში და ტალახის როლაში, ოღონდ ერთი რამე ავიწყდება ელისო კიკულაძეს, რომ სანამ ტალახს ესვრის სხვას, თვითონ ესვრება თავისი ლაპები. მოკლედ, ელისო კიკულაძემ ისეთი აბდაუბდები შეთხსა და ისეთი აბდაუბდები ილაპარაკა ამ თვენახევრის განმავლობაში, რომ თვითონაც ვერ ხვდება როგორ ებმევა მახიში და როგორ იკვეთება მისი როლიც. რა თქმა უნდა, დაკვეთაში არა, მაგრამ დამკვეთების ხელის დაფარებაში. ხო და აქედან მინდა უთხრა ელისო კილაძეს, ფრთხილად ელისო, ფრთხილად. დამკვეთიც და დამკვეთის მფარველიც ერთი და იგივე დანაშაულის და დანაშაულის სიმძიმის მქონეა. ასე რომ ფრთხილად, ძვირფასო, ფრთხილად. მოკლედ, გავაგრძელებ და ელისო კილაძემ ვის არ მოუნდომა ტალახის სროლა, თუმცა რა თქმა უნდა არ გამოუვიდა. რამოდენიმე კვირის წინ ისიც თქვა, რომ მკვლელობის შემსრულებელი უძილაური, რომელიც თვეების მანძილზე დუმილის უფლებით სარგებლობდა, თურმე ელისო კილაძეს მოუტანა ჩიტმა ამბავი და ჩაჟღურტულა ყურში, რომ უძილაურს ციხეში ყოველი კანონის დარღვევით თურმე შეუყვანეს ნათესავები, რომლებმაც პირდაპირ გადასცეს თურმე დავალება, რომ ხელი დაედო ძმები მიქაძეებისთვის. ამას რამოდენიმე კვირა ატრიალებდა ელისო კიკულაძე და რისთვის ჭირდებოდა, ამას მალე მიხვდებით, იმიტომ რომ სწორედ მაქამდე მივდივარ.
ამის მერე ელისო კილაძემ ისევე თავისი ჩიტების შღურტულით გაიგო, რომ უძილაურს თურმე სახლი გადაუწვეს. თურმე მის სახლში ჩხრეკისას რუგზაკში აღმოუჩინეს რაღაცა გარკვეული თანხა, კიდე სახლში აღმოუჩინეს რაღაც გარკვეული თანხა, მაგრამ ელისო კილაძე იძახის, რომ ის მთავარი თანხა, რაც ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში უსოიანმა გადაიხადა, ეს თანხა არსად არ არისო და იმ თანხიდანო, იმ 5 მილიონიდან რაღაც ხო უნდა ჰქონოდა უძილაურსო და ნეტასაც წავიდა ეს თანხაო. გთავაზობთ მის სქრინს. ხო და ელისო ნეტასაც წავიდა ეს თანხა. ნეტა შენ ჯიბეში ხო არ ჩაჩხარუნდა, სად არის ელისო ეგ თანხა? ჩიტებმა არ გითხრეს თუ მოკლედ. ამის მერე ელისო კილაძე მიდის ერთ-ერთ გადაცემაში, სადაც ლევან ჯანგველაძის თემას კვლავაც ეხება და იწყებს ეგრე, რომ როდესაც ლევან ჯანგველაძე მოკლეს, მე მომწერესო. მოდი ვნახოთ ეს მოკლე ვიდეო. მოდი დავიწყოთ იმით, რომ როდესაც ჯანგველაძე მოკლეს, პირველი მომწერეს მე. ხო და ქბნა ელისო კიკულაძე შემთხვევით ლევან ჯანგველაძის მკვლელობის დამკვეთებმა ხომ არ მოგწერეს? ამის მერე ელისო კილაძე გუშინდელ ლაივში კვლავაც იწყებს იმ თავისი